ევროპის და ზელენსკის მიერ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებთან მიმართებაში გათამაშებული საჭადრაკო პარტიისა და თითქოს უკვე კუთხეში მიმწყდეული პუტინის მიერ სტამბოლში გათამაშებული სპექტაკლის შემდეგ ყველა ელის როგორ იქცევა საქმედ მანამდე ევროპის ლიდერების მიერ ტრამპთან კონსულტაციის შედეგად კიევიდან გაჟღერებული მუხარა ცეცხლის შეწყვეტაზე დაუთანხმებლობის შემთხვევაში რუსეთისადმი ერთობლივ მრისხანე სანქციებსა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე. თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არაა და ამ თითქოს სიტუაციის მკაფიობას აბუნდოვანებს ტრამპის რეაქციები, რომელიც ამ ეტაპზე მისავე მუხარის ტონს ცოტა არ იყოს და ეწინააღმდეგება. ამის გამო ფრთხილობენ, თუმცა ნელ-ნელა ტონს კიდევ უფრო ამკაცრებენ ევროპელები, ხოლო ზელენსკი ყველაფერს აკეთებს, რომ რაიმე საბაბიც კი არ გააჩინოს ტრამპის უკმაყოფილებისთვის. რა ახსნა აქვს ამ ვითარებას? ეს არის სპექტაკლი ერთი ადამიანისთვის და ეს ერთი ადამიანი დონალდ ტრამპია. პუტინი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ომის გაგრძელების ფონზე ამერიკის პრეზიდენტი კონტაქტზე და ბუნდოვანი, თუმცა კეთილგანწყობის რეჟიმში შეინარჩუნოს. მისი ამოცანაა ომის ისე გაგრძელება, რომ შეერთებული შტატები არ გახდეს ნაწილი იმ ახალი სასანქციო ტალღისა, რომელიც დანარჩენი დასავლეთიდან აუცილებლად წამოვა, ამასთან მაქსიმალურად დააბრკოლოს ამერიკული იარაღის უკრაინისთვის მიწოდების განახლება. ამ ამოცანის სრულიად საწინააღმდეგოდ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ტრამპი პუტინის კაგებეშნიკური ხიბლის მსხვერპლი არ გახდეს. ტრამპის ხასიათის თავისებურებებისა და ბუნდოვანი ხშირად წინააღმდეგობრივი ტაქტიკის გათვალისწინებით თამაშობს ივანიშვილიც. და ჩემი ვარაუდით ზუსტად ამით იყო ნაკარნახევი ღია წერილის გაგზავნა ამერიკის პრეზიდენტისადმი. ივანიშვილს და მის მრჩევლებს, მათ შორის ამერიკულ ლობისტურ წრეებში სწორედ ესმით, რომ ამერიკულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტთან ურთიერთობის მოგვარების შანსი არსებული სტატუს-კვო შენარჩუნების პირობებში უკვე ნულის ტოლია. ერთადერთი თეორიული შესაძლებლობა მდგომარეობს უშუალოდ ტრამპის ყურამდე მიღწევაში. ეს მცდელობა ისე უნდა რეალიზდეს, რომ პროცესმა ყველა ინსტიტუციონალურ ფილტრს გვერდი აუაროს. მარტივად რომ ვთქვათ, ყველა ინსტიტუტს გადაახტეს. იქნება ეს კონგრესი თუ სახელმწიფო დეპარტამენტი, ეროვნული უშიშროების საბჭო და მიწვდეს პირდაპირ ტრამპს. ფაქტია და მეტიც ის, რომ აქამდე ამ ფილტრს ვერ გასცდა და ის, რომ ამის მოხერხების შანსი დაკარგა, სწორედ ამის გამოხატულება და სასოწარკვეთილი მცდელობა დიპლომატიისა და სახელმწიფოთა შორის პოლიტიკური ურთიერთობების ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მთავრობის მიერ სხვა ქვეყნის პრეზიდენტისადმი საჯარო წერილის გამოქვეყნებაზე. ზუსტად იმის იმედად, რომ მას რეზონანსი მოყვება და ეს არაპოლიტიკური, არადიპლომატიური ახალი თაობის სლენგი რომ გამოვიყენოთ, დამქრინჯავი ისტორია ტრამპის ყურამდეც მიაღწევდა. ამ წერილს მართლაც მოყვა სკანდალი, ოღონდ მხოლოდ საქართველოში. ტრამპის ყურთან მსოფლიოს მასშტაბის პოლიტიკის თუ ბიზნეს ინტერესებისა და პრობლემების ისეთი რიგი დგას, რომ იქ ივანიშვილის არაადეკვატური კაკაფონიისთვის ადგილი უბრალოდ ვერ გაჩნდება. ამ სასოწარკვეთილ მცდელობას, ანუ ჩიხში შესულობის გამო დეკლარაციულ საჯაროობას, ოცნების მხრიდან კიდევ უფრო დიდი იმედგაცრუება მოყვება, რომელიც შესაძლოა ქვეყნისთვის ასევე დიდი პრობლემების და შესაძლებლობების მომტანი ერთდროულად აღმოჩნდეს. თუმცა ეს უკვე სხვა საუბრის თემაა.